მაყურებელი ყავს კიდევ და რეკლამაზე გავიდეთ ზარის შემდგომ, პასუხი რეკლამის შემდგომ გავცეთ მოკლე შეკითხვა თუ შეიძლება. გისმენთ? დიახ, ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გისმენთ? მოგესალმებით, ხა ძალიან გამიხარდა იმ წუთში ჩავთ და მივხვდი უკვე რა თემაც არის და დიდი მადლობა ამ თემისთვის რა. ეხლა მე მოკლედ რომ თქო ორ ფაქტს გეტყვით, რაც მე პირადად გადამხდა. პირველი ის რომ ღამე მოვდიოდი იმაში რა ქვია აბსოლუტურად თხიზელი, სახლში სტუმრები მელოდებოდნენ, მაღაზიაში ვიყავი გასული რაღაცების ამოსატანად. ესე გამაჩერეს გადმომიყვანეს ეგონათ რომ რაღაცა არა ხიზო მდგომარეობაში ვიყავი, გამხადეს ქუჩაში. გამჩხრიკეს, მე მანქანა ამოატრიალეს, საერთოდ ესე იგი მე შემიყვანეს სადღაც ოთახში, შარვალიც კი გამხადეს, რომ რამე ხო არ გიდევსო. ესე იგი ეს ვიღაცა სოფლელი იყო, არ ვიცი, მე სოფლელებს კი არ ვაყენებ იმას, რა ქვია, მენტალურად სოფლელი. ვიღაცა კუნთ მაგარი, ტვინში ქონდა კუნთი ალბათ რა, ტვინის მაგირად. ამიყვანეს ნარკოლოგიურში, ესე იგი. იქ მე რაღაც პროცედურა ჩამატარებინეს, აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი და მე გავუმიშვეს და 3 საათი აი უბრალოდ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი და 3 საათი დამაკარგვინეს არაფრის გამო. ეს ერთი. ეხლა მეორე ის რომ არის ჯარიმები რა, იმას რაც შეეხება ღამე ახალი ჩეკები რომ გამოიგონეს პატარები, ხო ადრე ხო დიდი ისენი იყო პროფესორიდან. ეხლა პატარა ჩეკებია რა. ხო და ეს ერთი ჩეკი 10 ლარიანი 3 თვის წინ გაუმიწერეს ეთყობა სამსახურში მიდიოდი გადამავიწყდა ჩავაგდი იმაში რა მანქანაში. ხო და ეხლა ერთი თვის წინ მაჩერებენ და მეუბნებიან რომ გადმოდი ბეშენია გაქვსო შენო, იმიტომ რომ არ გადაგიხდია ეს 10 ლარიანი ჯარიმა მობილურზე დამაჯარიმეს რა. თურმე გასულას დაერიცხა 150 ლარიანი საურავი, რომელიც არავინ არ გატყობინებს ამას. და ეხლა გამიშოთ 1 წლიან ლიშენიაზე. 2 თვე უკვე გასული რომ ეხლა ველოდები როდის გავი 6 თვე რომ შემიწყალონ თან ეს ხომ მაგარი აქვს რომ უნდა შეგიწყალონ მე 6 თვის მერე მიხვიდე. აი ეს ორი ფაქტია. ნუ ეს არის გადამოკიდებულება არ ვიცი და იქ რომ მივედი რა ქვია შეწყალებაზე და იქ მე ამბავი დამხვდა და იქ ხალხი გაღიზიანებული და ეს ასაკიანი კაცი რომ 6 წლიანზე უშვებენ და მე გამოცდები რომ უნდა ჩააბარონ და ნუ რავი რა ისინია არ ვიცი რა და ამიტომ ძალიან გამიხარდა თქვენი გადაცემა და მე მგონი ხმა მიწოდება და ყველას ტკივილია ნამდვილად ეხლა აი ყველას როგორ ხდება ეს ერთი წამით რა რეკლამაზე კი უნდა გავიდეთ და თქვენ მინდა იცოდეთ აი ამ ბედნიერმა რუსთავი ორმა ხო ტვინი წაიღო რომ აიო ნულოვან ტოლერანტობას ჩვენ როდის ვიძახდითო და ჩვენი პრეზიდენტიო და ინგლისში იცით რა მოხდა აი ეს ადამიანები ვინც აი დარბევებში იღებდა მონაწილეობას სულ ვიდეო თვალით აღმოაჩინეს აი დაუშვათ 20-მა კაცმა დაარბია უნივერსამი. მათ მიუსაჯეს ერთი კვირა იქ დალაგება. და თან როგორ იცით, პოლიცია მიიყვანა ეს დამსჯავრდებულები, გააცნო აი უნივერსამიათო სუპერმარკეტის დირექტორი და აი ესენი თქვენთან იმუშავებენ და ეგება თქვენ საერთო ენა გამონახოთო. და აი ეს ადამიანები იქ მუშაობენ. გვიან ასუფთავებენ კონტაქტში შევიდნენ იმ თანამშრომლებთან, ვისაც ძარცვავდნენ. და ბოდიშებს უხდიან თურმე ყოველ დღე ნახეთ რა გადაცემები მიდის ამაზე ფანტასტიკური და აი ვისი მანქანას დაამტვრიეს ის მანქანა სადაც არის წაღებული გასარემონტებლად იქ ეხმარებიან ესენი საი რატომაც არა ტოლერანტობა გონიათ რაღაცა რომ უნდა გაისაჯოს ინგლისის პოლიცია მაგალითი აჩვენა როგორ უნდა იმუშაო დამღვრელთან ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეხლა ობიექტური რო ვიყო ამ შემთხვევაში, მე გეტყვით ეს რაღაცას, რა რომ ეხლა პოლიცია და ეხლა ვალიმ კარგად აღნიშნა, რომ კარგია და ყველაფერი კარგია რაღაც დონეზე, მაგრამ ნუ ესე იგი რა კატეგორია და რა კატა მუშაობს მანდ, ეგ ცალკე თემაა რა. იმის მაგრად რომ ადამიანებს რაღაცა დაიცვან და რაღაცა კი ეს დარღვევებიც რაღაცა ადამიანურად მოპყრობას კი არ იციან რა. არის ადამიანური მოყრობა, სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ისე კარგი ნერვები ქონიათ რომ 3 საათი გავუძლებით აი ამ ჩაგვრას. იმიტომ რომ ძალიან ესე იგი ამდენი ხანი ხო გულში მქონდა და ეხლა თქვენი ეთერით მომეცა საშუალება რომ აი საპატრულოს ნომერი უნდა დაგენიშნათ, გავიგებდით გვარს. გამოგეგზავნათ SMS-ით რომ ამადამ პატრულობა ამადამ დღეს აი ესეთი რამე გააკეთა გამოგეშვა. დიდი მადლობა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, გმალობთ რომ შემოხვედით. რეკლამაა ჩვენს ეთერში. ეს შემოვიყვანოთ ლალი მაყურებლები, ძალიან ბევრი ხალხობილა დაჩაგვრდით პატრულისაგან. გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ? გისმენთ. გისმენთ, ეთერში. ალო. გისმენთ, დიახ. ისმის ხო ჩემს? კი ბატონო.
მოგესალმებით ქალბატონო ლალი. მოხარული ვარ თქვენი გადაცემის. ჩვენს ანალოგიური შეგვემთხვა, როგორც თქვენ იყო ესეთი მომენტი, ოკრიბას სადგური რო არის თუ ვიცით ავტობუსების. გავაჩერე მანქანა. ჩემს წინ იდგა 10-12 მანქანა. ვარ მეუღლესთან და ბავშვთან ერთად. და მომადგა პატრული უკნიდან. მეუბნება რომ დაჯარიმებული ხართ და რომ შევეკითხე რაზე, იქ არც დახაზული, არც ის არის რომ სადმე რაღაც გააჩერო. ნუ რამდენია ჯარიმა? 10 ლარიანი ჯარიმა. ნუ გამოწერეთ მე ვთხარი აბა ახლა თქვენი თქმის არ იყოს ესე სადაც 40 წუთი წერდნენ და ნუ რო გადავედი მე ახლა გაბრაზებულ გულზე ცოტა მოვიჯახონე კარები რა. ესე იგი ეს კარების მოჯახონება შეურაცხყოფად მეიღო. ამანთან მეწყვილე ყავდა, რომლის გვარი მახსოვს, თუ გნებავთ მოგაწვით. ეთყობა ერთმანეთში დაილაპარაკეს და მოდის ახლა რომ გუნია რომ მოვაწერო ქვითარზე ხელი, მეუბნება მობძანდით რომ მივედი, ათავისუფლებს უკან მას ბარგს და დაჯექიო მეუბნება. უცხო სალმა დავჯერე მეთქი. დაჯექიო უნდა დაგაპატიმროთ. რაზე მე ვთხარი? აი დაუმორჩილებლობაზე. შეურაცხყოფა მოგვაყენო კარები რომ იჯახონებო. აქედან გამომდინარე მე წამოვედი ჩავჭიქ ჩემ მანქანაში და წავიდა ჭიდაობა. გადამიგრიხეს ხელები, დამადეს ბორკილები და ნუ ახლა ეს ხალხი უყურებს ამ ამბავს და თქვენი შვილი უყურებს ამას. მე ვთქვი 10 ლარიან ჯარიმაზე მიჭერთ მეთქი და ესო გაიგო ხალხმა, ნუ 10 ლარი ერთი ამბავი იქ არ გაუშვეს ეს პატრული გამოიძახეს 10 პატრული იყო ერთი დაკა გადაურგა ხალხი აუწიეს ეს უკანა საბურავები არ უშვებდნენ ამ მანქანას მე ვიღაც ქალკინაღა მიაჭყლიტეს იმის მაშვილმა შეაგინა ამ პატრულს მე რო წამიყვანეს და ის ბავშვიც მოაყენეს გადაგვაჯერებეს 400 ლარიან ჯარიმით ან გაგიშვებთო 90 დღეო იმაშიო რა ქვია იმას წინასწარი პატრულს კაპეზეში აი მე ესეთი ანტისანიტარია ფაქტები ხდება რა და ესე იგი თქვენ თქმის არ იყოს გიწევს პატრული მაგა შეუძლია ნებისმიერ რაღაც დაგაბრალოს მოგიწევს შარი და აიღოს ის უთხარი ალბათ იქიდან რაღაც ერგებათ მაგათ პროცენტი თორე ახლა ესე გამწყარები და იმითი რა ხდება მე მაინც ვერ ხვდები რა ეს მინდოდა მე და სადღაცაც ეთქვა მაგრამ რა ვიცი ახლა მაგათთან ჭიდაობას თუ აქვს რამე აზრი როგორ არ აქვს მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აზრი აქვს და ბრძოლას აზრი აქვს ხო და ნუ აი ესეთი ფაქტები ხდება ხშირი შემთხვევა იქ კიდე მოიყვანეს სასამართლოზე პიროვნება ვიღაცა 2 წუთი გაუჩერებია რაღაც ბარგის ჩასადებად ხანშესული კაცი 400 ლარი დააჯარიმეს და ესე და ეს განუკითხაობა და ეს კუნთმაგარი და ისინი ვის ინტელექტია ლაპარაკით გაბოროტებული ხალხია რომელიც ბავშვობაში რო ურტყამდნენ თავში ყველა მილიციაში შევიდა ახლა რაღაცა ბოღმა ამოიღოს რა და მოიოხონ გული ეგ ხალხია რა ჩამოთრეულები იქიდან სოფლიდან რა აბა ახლა ქალაქელის რა უნდა იქნება პატრონი ეს თქვენასაც ყვებით ეს არის საშინელება რა ხდება ეს არის ის ინტელექტი რა ინტელექტი მე ის იმ ბავშვის დედა იმდენად გაღიზიანდა რომ სკოლაშიო რომ ბავშვებიო მასწავლებელი იყო და ვინმე რომ იცხრას რომ პატროლინა გამოვიდეო იმას ნიშანსაც აღარ დაუწერო იმდენად გაღიზიანდა ის ეხლა შენ დაგიჭერო იმ ქალს ეუბნება რა აი ეგეთი იმას აი ესეთი ისინია რა დიდი მადლობა გვარს თუ გვეტყვით რა ნუ იყო კარგი პატროლის გავლილია ის აბავე მაგრამ ნუ აი ეს ფაქტები ხდება შეერჩეთ იცით მე თქვენ ადგილას არ რომელიმე გაზეთში მივიტანდი ყველაფერზე ამაზე პატარა ანგარის ესეთი რაღაცები იცით აი ხალხმა უნდა იცოდეს არ შეიძლება ახლა რა მოხდა იცით აი თქვენ მეუღლე შვილი ზიხართ მანქანაში რაც არ უნდა თქვენ ესე ვთქვათ გაბრაზებული იყავით მან თქვენს მამობას შემეაყენა შეურაცხყოფა და ბავშვისთვის როგორ ტრავმა მამა დაუჭირეს მიაყენა შეურაცხყოფა გარშემომყოფები რატო მოგეხმარებთ თქვენ
ანტაგონიზმია უკვე პატრულსა და საზოგადოებას შორის. 30 და 40 კაცი თქვენ რო გიცავთ, იქ მოკვდა პატრული, გარდაცვლილია პატრული. აი არენდობია. საშიში დაპირისპირება იწყება, ძალიან საშიში ტენდენცია. მე მინდა აი ლალი გაგახსენო რა, 7 ნოემბერს ჩემ თვალებს არ უჯერებდი. ოპერის წინ პატრულის მანქანა შემოვარდა ზევიდან, ჭავჭავაძე. ხალხმა რა უქნა მანქანას? მე არ მეგონა თუ აი ესეთი სიზული დათესა პატრულმა. და რატომ და მიიყვანო ადამიანები აი ეს გამწვავებამდე? ხალხმა მე აი თქვენ მინდა გითხრათ პატრულში თუ ვინმე გადარჩენილი ხარ და ცოტა ადამიანურები უნდა იყოთ, იცით არ შეიძლება ესე. აქ რა იცით კიდევ შემოდგომაზე რა მოხდება? ჩაქოლავთ ხალხი არ შეიძლება მოგწოდებ აი ამ დირექციას რაღაცა ღია კარის დღეები დააწესეთ. ჩართვით იყოს, მოდით, ეს პრობლემები უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის. არ შეიძლება იცით ცოლშვილი რო კაც უზის, იმ კაც გადაუაროთ 10 ლარისგან მოკაც, არ შეიძლება. ვინ გასწავლათ ეს, თუ ცოლის წინაშე და შვილის წინაშე მამა გააუპატიუროთ. ქართულ კაცს შეურაცხყოფას აყენებ. სხვათა შორის დაუპავს ამ ქვეყანას. კონფრონტაცია დაუპავს. კარგია, აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თემაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ბევრმა გაზეთმა დაიწყო უკვე ამ თემაზე ღიად საუბარი და წერენ და ქრონიკაც დალიაც ამაზე მუდმივად წერს. კვირის პალიტრა ძალიან აქტიურობს ხოლმე და იქნება აი როდესაც ესეთი ფაქტები გიგროვდებათ, უბრალოდ სახელები და გვარები მაინც მიაწოდოთ ხოლმე პრესას, რომ გამოქვეყნან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გვიბიძგებენ კონფრონტაციისკენ, სიყვარულისკენ კი არა და მეგობრობისკენ. საოცარი ტენდენცია ამ ბოლო დროს საქართველოში, ხა ბოლოს ალბათ ყველას ახსოვს კლიპი გადაიღეს ქუთაისზე. მე მიყვარს ქუთაისი. რატომ უნდა იყოს პატრულის სეგმენტი კლიპში ვინმე მამიხსნას? ლამაზი სიმღერაა, ლამაზი შესრულებით, ლამაზი ქორეოგრაფიით, რა შუაშია პატრული? იმიტომ რომ ჩვენ ყველა სეგმენტში ჩავდეთ, რომ პატრული ყველგან უნდა იყოს. ეს სიყვარული ხო არ არის, რომელიც ყველგან უნდა იყოს. ეს არის პატრული, რომელიც თავის საქმეს ისე უნდა ასრულებდეს, რომ თვალებში არ გვეჭხირებოდეს, მაგრამ იცით რა არის? ეს ისე